ჯობათ ბავშვებს შევპირდი რომ ჩავუტარებდი საფეხბურთო მატჩს, დავბეჭდავდი სიგელებს, დავამზადებდი მედლებს. დადგა დღეს ის დღე რომ აგერ მართავ საფეხბურთო მატჩს. როგორც ყოველთვის რა თქმა უნდა, რომელიმე ქართულ ფეხბურთელს ლეგენდას უძღვნი აღნიშნულ ღონისძიებას ამრიგად სიგელებზე, მედლებზე არის დატანებული ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანის ფოტო. ეს რა თქმა უნდა სიმბოლურიც არის, რომ აი ბავშვების დღევანდელი ეს მატჩი ჩამეტარებია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ხსოვნის პატივსაცემად. ჩვენი მომავალი თაობა, ბევრი მათგანი ფეხბურთში დადის და რა თქმა უნდა ღმერთმაც ქნას ისე, რომ აი როგორც იყო ჩვენთვის ლეგენდარული წარმატებული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი, ხო? აი ესეთი წარმატებული და ლეგენდარული ქართველ ფეხბურთელად სამომავლოდ მოვლენოს ჩვენი მომავალი თაობა, ვინც ახლა აი ფეხბურთს თამაშობს. ესენი არიან 10-12 წლის ბავშვები. თხოვეს რომ მე ჩამეტარებდი აღნიშნული შეხვედრა და მათ რა თქმა უნდა თხოვნის შესაბამისად აგერ მოვედი დღეს სტადიონზე და ვატარებ აღნიშნულ მატჩს. და სხვათა შორის ძალიან კარგად თამაშობენ, ძალიან კარგ პასებს აკეთებენ, სადაც ასაჭრო დრიბლინგსაც კარგად ანხორციელებენ და რა ვიცი, გაუმარჯოს ღმერთმა ჩვენ მომავალ თაობას და თავარი კიდევ ის არის, რომ ჩვენი მომავალი თაობა იყოს ჯანსაღი და ძლიერი რა. და არ იფიქრონ ესე რომ თქვა ჭყალებში ცუდ რაღაცეებზე და იყვნენ დაკავებული სპორტით და განათლებით რა თქმა უნდა.